აი ნახეთ სამწუხაროდ ბავშვებს როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება რა. აი ეს ნახეთ უბრალოდ აქ რავი სიტყვებით ზედმეტი. აი ნახეთ უბრალოდ სათამაშობენ ბავშვები. აი ამის მერე საერთოდ აღარც მინდა ხოლმე გაგრძელება რა. მინდა რომ სადმე გავჩერდე და ერთი კვირა არაფერი აღარ ვნახო საერთოდ. ეხლა გამოვედი სასტუმროდან და დღეს მივდივარ ჯაიპურში. აგრადან დაახლოებით 5 საათი დამჭირდება გზაში, ავტობუსით მივდივარ. ვაპირებ ნახო რამე. ნუ მინდა ტურისტული ადგილებიც, ისეთი ადგილები, რომლებიც მნიშვნელოვანია და მე მაინტერესებს. ვნახო და აგრეთვე როგორც ვაკეთებთ ხოლმე რა. გავიაროთ ჯაიპურის ქუჩებში, ვნახოთ როგორ ცხოვრობენ ნამდვილი ჯაიპურელები. აი ესე ხვეტავენ ყოველ დილით. აი ეს ამ მოხვეტილი მტვერის ბუღი დგას ეხლა რა. დილით მშვენიერია ესეც სუფთა ჰაერი. ჩამოვედით ჯაიპურში. მოკლედ პირველი შეხედვით რაც ჩანს, შედარებით უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე აგრა და დელი. აი ესეთი ქუჩა ეხლა მეორე ხარისხოვანი, აგრაშიც და დელიშიც იქნებოდა აი ბინძურებული, სონით აყოლებული ნაგვით სავსე. სიმართლე გითხრათ, აქ ჯერჯერობით სუნს არ შეუწუხებია. ეს მე მგონი ცოტა დიდ რაიონში მოხვდი, ან სასტუმროები არ არის, აშკარად სახლებია, რეზიდენციებია. მოკლედ ხალხსაც შედარებით ნორმალურად აცვია რა, მანქანებიც შედარებით ნორმალურია. ეკონომიკურად ეთყობა, რომ შედარებით უკეთესი ქალაქია, ვიდრე წინა ორი. მხედველობაში მაქვს აგრა და დელი. აი ეს არის ჩემი სასტუმრო. ნახოთ აბა შინდა როგორია. აი ესეთი სასტუმრო გვაქვს მოკლედ დაახლოებით $15. შედარებით პატარაა ოთახი, მაგრამ აი აივანია, საერთო აივანია, 2 თუ 3 ნომერს აქვს საერთო აივანი. ფანჯრები ხო ყოველთვის გასაწმენდია, მაგრამ ეგ არაფერი მთავარია, რომ სინათლე შემოდის ოთახში. იქ საპირფარეშოა. ეს არის აქ ტელევიზორიც არის. წავედით ახლა გავისეირნოთ. გამოვედი ცოტა დავისვენე 1 საათი სადღაც. ძველი ქალაქი ჩემიდან საკმაოდ შორია, 15 კილომეტრი იქნება დაახლოებით და ხვალაც აქ ვჩები. სანახავი ადგილი მოვინიშნე რა, ერთი ქარების სასახლე მინდა ვნახო. ლეოს ქონდა თავის ვიდეოში, ლეოს ჯორნი, არხია სამოგზაურო. აუცილებლად უყურეთ, ძალიან კაი ბიჭია, კარგ სამოგზაურო ვიდეოებს დებს. აი გამოვწდი ჩემ უბანს და დაიწყო ტიპიური ინდოეთი მე მგონი ის. თუმცა ქუჩები მაინც აგჯობია. აი აქ უკვე იმატებს ნაგავი, ეს არის საავადმყოფო. ნახეთ უბრალოდ შიგნით რა ხდება. ნახეთ რა მაგარი ადგილი მირჩია ჩემმა მასპინძელმა. აი ესე შუაში შეგიძლიათ დაждდეთ, ნუ თავისუფალია და გარშემო არის სულ აი ესე ქუჩის საჭმელი. წამოდით ახლა რამე ავარჩიოთ და ჭამოთ. აი ესე ჯიხურთან მოვედი ახლა და აი ეს შევუკვეთე. არის რაღაცა ბრინჯის მაგვარი და ბოსტნეუსი. ხო და აბა ერთი გავსინჯოთ. რა საჭმელია. ნუ ვიზუალურად ძალიან ლამაზი არ არის რა, მაგრამ რა თქმა უნდა რაც ზევიდან აქვს ახლა ამ რავი რაღაც ბრინჯის მაგვარს, რა თქმა უნდა ხელით მომიყარა. აჰა. მოდი დავიწყოთ აიმით. რაღაც მარცვლეულია რა, მაგრამ გემრიელია. ოღონდ ცოტა ტკბილია, რაღაც соуსი აქვს, ტკბილი მწარე. კარგით, მოდით ახლა ეს გავსინჯოთ ეს წნიარ. ეს მწარეა. აი გემრიელია, ესეც რაღაც. ვერტუჩი. ხო წარმოგიდგენიათ ამათ რომ უთხრა რომ მწარე გამიკეთეთ, ხო ალბათ? მომკლავენ.
მოკლედ ჭამე გემრიელად ოღონ მაგარი ცხარე იყო, აი ძალიან ცხარე იყო რა. მაგრამ გემრიელი იყო აღიარე. იმედი ეხა იქ საკვები არ მომკლავს, სულად არ გამხდის. თორე აქ საავადმყოფოში მოხვედრა ეხა ნახდა არ მინდა. მაგრამ მეორეც არის რომ აქ რო ეხა საავადმყოფოში მოხვდე, დიდი შესაძლებლობაა რომ ვინმე ექიმი იყოს, რომელიც თბილისში სწავლობდა, ასე რომ წესით გადავრჩები. მოკლედ ხალხო წავედი რა, დღეს მეტი ვერაფერი ვერ მოვასწარე სამწუხაროდ. მაგრამ ხვალ მთელი დღე აქ ვარ, ჯაიპურში ვჩები ისევ ღამე. ვეცდები მაქსიმალურად ბევრი რამე ვნახო, ბევრი ვიარო ფეხით და თქვენს ბევრი რამე გაჩვენოთ. ჩვეულებრივი ადგილები რა, ჩვეულებრივი ქუჩები, სადაც მე ვივლი, რასაც შევხედავ და ვიფიქრებ, რომ მნიშვნელოვანია, გადავიღებ და თქვენს გაჩვენებთ. მოკლედ წავედი ახლა დავისვენებ, კარგად გამოვიძინებ. ხვალ დილიდან შევუდგეთ ჯაიპურის ისევ აღმოჩენას. მოკლედ აბა გამოვედით დღეს ჯაიპურში. ეს მთელი დღე ჯაიპურში ვიქნები და ვეცდები მაქსიმალურად ყველაფერი ბევრი რამე გაჩვენოთ რა. აქ რაც შევამჩნიე რა, იქ რაღაც გამოცდები თითქოს რაღაც უბანს. მერე არის სიბინძურე, რავია ესე მოუწესრიგებელი გარემო. მერე ისევ აღმოჩნდები ისეთ უბანში, სადაც სისუფთავეა, ალბათ დაყოფილია უბნებად როგორც მოვთი რა. აი ახლა ნახეთ აქ მაგალითად რა ხდება. აი ესენი წარმოიდგინეთ არის სახლები, შიგნით ხალხი ცხოვრობენ. აი ესეთი სახლებია, აი ნახეთ აი ეს ფანჯრებია წარმოიდგინეთ. აი კაცაი. აი ნახეთ როგორ. ნუ სუნს ახლა ვერ გადმოგცემთ რა სუნია. აი ესეთი სახლებია, აი. ზოგი დაკეტილია. მე მგონი აქ წესით აღარ ცხოვრობენ, მაგრამ აი აქეთ ცხოვრობენ. აი ნახეთ გაფენილია სარიცხი და ჩემი სასტუმროდანაც ჩანს ხოლმე ბავშვები თამაშობენ. მოკლედ ნელ-ნელა დავამოღამ ეს ქაოსში მოძრაობა რა და აი გარი რისიც მეშინია, იმიტომ რომ ეხლა უფრო მეტია შესაძლებლობა რომ ვინმე მამაკაპოტოს. პირველი დღეები უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენდი რა. ხოდა იმედია არავინ მამაკაპოტებს. და ცოცხალი მივალ ჯაიპურის ცენტრალ. ნახეთ უბრალოდ აქ რა ხდება. ნახეთ რა ლამაზ ადგილზე როგორი ქაოსია. წარმოუდგენელი ქაოსი. აი ნახეთ სამწუხაროდ ბავშვებს როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება. აი ეს რაღაცებს რომ ხედავ მე უკვე აღარც სილამაზეების ნახვა მინდა და აღარაფერი. აი ესეც ჩვენი ძველი ჯაიპური. საკმაოდ ლამაზია ის შენობები. ძალიან ძველიც არ ჩანს ახლა ეს შენობები. მაგრამ განსხვავებულია იქიდან მე სადაც ვცხოვრობ. აი ეს ჯაიპური უკვე მომწონს რა. გუშინ კი ვიძახდი რომ ძალიან კარგია თქო რომ ნარობანში მოვხდი მეთქი, მაგრამ თუ რამეს ნახვა გინდა აი ესეთ უბნებში უნდა მოხდე რა. ნარობანში ახლა როგორც გუშინ ნახეთ, აი ჩვეულებრივ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება. აი გძნობ რომ ცოცხალი ხარ რა, სიცოცხლე დუხს აქ. აი ესე აკეთებენ რაღაც საჭმელს. აი ეს. არ უნდა გაჩერდე რა, აი გაჩერდები და მორჩა ერთი ნახევარ საათიანი ახსნა თუ რასაკეთებენ როგორ აქ თან იწყებენ სხვადასხვა რაღაც ისტორიებით. მერე გეუბნებიან რომ მაღაზია აქვს და მერე იწყება ახსნა თუ რა მაღაზია აქვს. თან აი არ გიშო სიტყვის ჩაყვახების საშუალებას არ გაძლევენ რა. პირველი წესი როცა გაჩერებენ ინდოეთში არ გაჩერდეთ. გააგრძელებთ თქვენი გზა. ნუ თუ არ გინდათ ახლა თუ ვაჭრობა გინდათ, კი ბატონო მშვენიერი ადგილია გაერთობათ. მაგრამ როდესაც მე ან გეჩქარებათ ან რამეს ნახვა გინდათ და გინდათ მიასწროთ ან რამე ეგეთი, უბრალოდ არ გაჩერდეთ. მიესალმეთ და წართ. აი იქ უნდა ავიდეთ ახლა რომ მოხვდეთ იმ სასახლეში, რაც გარედან გადავიდეთ. მოკლედ 1799 წელს ააშენეს ქარების სასახლე
და ისია დაპროექტებული, რომ ვენტილაცია მომხდარიყო ბუნებრივად შიგნით. ფანჯრებიც ისე აქვს გაკეთებული, რომ შიგნიდან ყველაფერი ჩანს გარეთ, რომ სასახლის ქალებს ეყურებინათ გარეთ რა ხდებოდა ფესტივალების დროს, მაგრამ გარედან შიგნით არავის არ უნდა დაენახა. მოთაშორის შიგნით კი მართლა სიგრილია, ესე იგი მართალია რომ ამბობენ რომ აშენებულია ბუნებრივი ვენტილაციით, რომ სულ სიგრილი ყოფილიყო შიგნით. ესეთი ხედი გვაქვს ქარების სასახლიდან თვითონ რეზიდენციას. ნუ საკმაოდ დიდია რა, როგორც ხედავთ თქვენაც. რეზიდენცია დიდია. ესეთი ადგილი ახლა საქართველოში იქნებოდა, რავი, სავსე საკვები ობიექტებით, ცივი სასმელებით და ასე შემდეგ. აი, არაფერი გარშემო არ არის. მარტო ტანსაცმელის ყიდიან გარეთ ბაზარში. მოკლედ წავედი ახლა მე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. ბევრი რამეა რა, ძალიან სანახავი. სამწუხაროდ არ მეყოფა მაგისთვის ერთი დღე და თუ ჩამოხვალთ აქ და თუ გექნება თქვენ დრო, რავი, აქ შეგიძლიათ ერთი კვირას დაჭერთ. იმდენი რამე გარშემო უამრავი ციხესიმაგრეა, სასახლეები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჯაიპური იყო და დღესაც არის რაჯასტანის დედაქალაქი. შესაბამისად ბევრი მნიშვნელოვანი და ლამაზი შენობა აქ თავმოყრილი რა. აი ისიც რის გამოც გამოვიარე ახლა ქარების სასახლიდან დაახლოებით 5 კილომეტრი, რა თქმა უნდა, ფეხით. 1700 წელს ააშენეს ეს სასახლე და წარმოიდგინეთ 4 სართული არის წყლის ქვეშ. შესვლა სასახლეში სამწუხაროდ აკრძალულია და არ შეიძლება ტურისტებისთვის. აი ეს შვენიერი სასახლე ნახეთ. და აი აქ შემოდის სამწუხაროდ კანალიზაცია. საშინელი სუნი დგას რა, უბრალოდ წარმოუდგენელია გაჩერება. ნახეთ რა მხელა ვერთხები არის. აი, წაღარო გითხარით, კანალიზაცია ჩადის, თუ აი ნახეთ, აი აქ ჩაულებრივი ქალაქი მოწყობილია, აი, ვიღაცა წყალსაც უდებთ ხოლმე. ვაჟბატონი რაღაც საკეთებს. სახსილი. ესენი სვამე. კარგად კი არია დაჭამული. ეს დამშრომელია, აი ეს ყავები, მაიმუნები, არის მომდენი ყავები არიან. აი ეს ორი მაიმუნი ნაგავს ჩანს. აქ ვიხები რაღაცას ჭამენ. სამოთხეშია რა ფაქტია. მოკლედ რომ მოდიოდი ახლა ისე გამოვიარე ეს ადგილი რომ არც კი შემიმჩნევია ეს ვერთხების დასახლება. ალბათ სიცხეში იმალებია. ახლა ჩადის უკვე მზე და ალბათ ქალაქიც გამოსაცხა ვერთხების ქალაქ გულისხმობს. აი ესეც მოვაგენი კარიბ თაუბნებს როგორც ყოველთვის. აი აქ უფრო საინტერესოა რამე თუ მკითხავთ, მაგრამ საკმაოდ მძიმეა სუნიც და გარემოც, თუმცა უფრო სიცოცხლე იგრძნობა. აი ეს ნახეთ უბრალოდ აქ
რავი, სიტყვებით ძენ მეტი. აი, ნახეთ უბრალოდ სად თამაშობენ ბავშვები. აი, ამ სახლებში ცხოვრობს ხალხი, წარმოიდგინეთ, აი. ეხლა უბრალოდ ვერ აგიღწევთ რა სუნია. ეს საშინელი კანალიზაციის სუნია და აი ამ რაღაც ბარაკის ტიპის სახლებში თუ არ ვიცი რა ტიპის სახლია ეს. საერთოდ სახლი თუა. ახლა ხალხი ცხოვრობს. და წარმოიდგინეთ ეხლა ამის მერე იფიქრო რა ლამაზი სასახლეებია ან რა ლამაზი მუზეუმებია ან ამის მერე საერთოდ აღარც მინდა ხოლმე გაგრძელება რა მინდა რომ სადმე გავჩერდე და ერთი კვირა არაფერი აღარ ვნახო საერთოდ. აი ვისაც შვილები ყავთ რა ახლა მიხვდებით მე რასაც ვხსნათ. აქ ახლა უბრალოდ ვერ შევალ რა ისეთ სუნია რომ აი შეიძლება სადღაც შუაში წავიდე. ესეც ჩვენი არატურისტული ჯაიპური. აი აქ უკვე ვეღარ ნახავთ ტურისტულ ავტობუსებს და ევროპელ ტურისტებს. აქ მხოლოდ მე და ჩემი ჯაიპურელები. ამას აქ ეხა არ ველოდი. ნახეთ რა ლამაზია. ხალიჩების სახელოსნო. ნახეთ უბრალოდ აქ რა ხდება რა. ისი სახლი სად არის, აქ ვერ გაიგებ ვისაც ცხოვრობს. ან საერთოდ ცხოვრობს თუ არა. ცხოვრობენ ადამიანები. უბრალოდ ხალხის რაოდენობა ნახეთ. ცოტა მე მგონი დავამოღამე ჯაიპური უკვე. აღარ მჭირდება იმდენად GPS-ი სამოძრაოდ. მართალია დღეს კი დავიკარგე შუა დღეზე, მაგრამ ეხლა უფრო თავისუფლად დავდივარ უკვე. Is it cheap there? Here cheaper. Go where it's where lot of people go. They are very expensive, more than double. აი ეს არის რძე და ეს არის რაღაც სასმელი სპეციებით, სანელებლებით რა. და არის დასალევი, აი როგორც ჩაი ან ყავა რამე ეგეთი. ეს ბატონი აკეთებს. მოკლედ ახლა ვერ გადავიღებ რა იმით გიმბელით, იმიტომ რომ წინ ორი სხვა ადამიანი მისის. ვიზიარებთ რა მაგიდას და ამიტომ ესე გადავიღებ. აი ეს არის მომო, პანელებლებით არის, საწებლებით. აი მეორეს ქვია ჩოუმენ. რაღაც სპაგეტის მსგავსია, ესეც ოსნაულით არის. მოკლედ არ ვიცი ახლა მეტყობა თუ არა რა. მაგრამ აი სუფრით ამაკ დაფარული სახე. ეს იმიტომ რომ ჩვენმა ტაილანდელმა მასპინძელმა საშინლად ცხარე საჭმელი მაჭამა. მაგრამ აი ვაღიარებ, მართლა გემრიელი იყო რა. ასე დამთავრდა ჩემი ორდღიანი მოგზაურობა ჯაიპურში. შემდეგი გაჩერება იქნება მუმბაი, სადამდეც მგზავრობას საძინებლიანი ავტობუსით 23 საათი მომიწევს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოებს უყურებთ. დიდი მადლობა იმ 2000-ზე მეტ ადამიანს, რომელმაც არხი გამოიწერა. მუმბაიში შევხვდებით.